რა დღეში ჩააგდეს ხალხი? ეს არის თქვენი კვება? შაბათის გუნდი სპეციალური რეპორტაჟი სოფლებიდან, რომელიც თოვში ჩაიმარხა. შაბათის ეთერის გუნდმა კარდაკარ ჩამოიარა ხალხი, რომელთა ბედი ივანიშვილის რეჟიმს უბრალოდ არ აინტერესებს. არ არის თავობის გაკეთებულია, არაფერი, საერთოდ არ მოსულა. თვითონ ხო არიან თბილად, მთავარი ეს არის. ვინმე იყო? არავინ არ მოხილად აი, არავინ საერთოდ არავინ არ მოხილად. მოტანას არ თქო, ცოცხალ დუხარი გიეკითხე, ცოცხალ დუხარო. არც წამალი, ყველა დროთა ინსულინი მჭირდება. ერთი ასთმიანი ყავს, იმის წამალიც კიდე საძებნიადი. არც პური. ეყიზილბაშების შემოსევა რო იყო და ხალხი მალულად სიმიხარშავდა ჭამოთ. ისე ხო ვერ ჭამს დღეს ხორდან ერთი ზოგუნე. რეჟიმმა ადამიანები მარტო სტიქიის პირისპირ მიატოვა. ტელევიზორში გამოდიან. და ყველაფერი კაი აუჯახე. ხალხს ვინ შველას ითხოვდა გაფუჭებულ ტრაქტორს უგზავნიდნენ, რომელიც სოფლის დათოვლილ გზებზე ფორმალურად დადიოდა. მევიდა ტრაქტორი просто საწვავის არ გვაქვს ისე საწვავი არ გვაქვს. ხო გაიარა და გამოიარა და მეტი ვსიოდა. ნიჩაბი ადოუშვა თუ ეგება ნიჩქო იყო მე რა ვიცი. ადამიანებს ერთადერთი საცხოვრებელი თავზე ენგრევათ და ამ დროს რას პასუხობს რეჟიმი მათ? მაგრამ არ შედის ჩვენს კომპენსაცია ხო ასე მითხრა. აბა რა შედისა? არ ვიცი წამაყლაბო. გაჭირებული ციხემდე ყველას რასია. დღეს 8 საათზე მხოლოდ ჩვენს ეთერში დოკუმენტური კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან. რომ მოვა დრონი უბრალოდ არაფერი არქნათ, დაუშვებთ და მერე დაგიდასტურებთ, როდის შეგიძლიათ მიბრძანდეთ. დღეს 8 საათზე გიყვებით იმ საქართველოზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხედავს. ურთიერთ დახმარების ძალით ვარ. მეტი იმედი არაფერი არ აქვს. დღეს გიყვებით იმ მოხალისეებზე, რომელთა გაბედულმა ნაბიჯებმა ადამიანები გადაარჩინა. 15 ლოკაცია მოვასწარით ჯამში. მოვიდივართ ხიდის თავში, სადაც რამოდენიმე ლოკაცია გველის, სადაც საცხოვრებელ ადგილებზე გაჭედილი და ითხოვენ დახმარებას. დიდი რისკის ფასად ჩვენი გუნდი ჩაკეტილ სოფლებში შევიდა, რომ დღეს საღამოს 8 საათზე გაჩვენოთ მიტოვებული ხალხის ისტორიები. უხიდალეთი თოვლის სახით. ისევ დაუდევრობის შედეგი. გარემოს ეროვნული სააგენტო ადასტურებს, სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა უწყება გააფრთხილა, რომ დიდ თოვლობა იქნებოდა. შოვის ტრაგედია გაკვეთილი ვერ აღმოჩნდა. ისევ არავინ მოემზადა და რეალური საფრთხე არ დაინახა. თქვენს პროგნოზში ხონდა თუ არა მითითებული, რომ დიდ თოვლობა აი ეს სიტყვა იყო თუ არა მითითებული? კი რა თქმა უნდა. გაფრთხილებებს არ უსმენენ, თადარიგს არ იჭერენ, სპეცტექნიკას არ ამზადებენ და ამ უნიათობის შედეგს იმკით თქვენ, ქართველი ხალხი. არავინ მომკითხავი არა. ხედა რა დღეშია ვერ გეივლი ფეხიდან. დღეს ნახეთ დოკუმენტები, რომ სპეცტექნიკის ყიდვა და ქირაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც სოფლები თოვლში ჩაეფლო. ვინ ეუბნება სტიქია გააჩერა? სტიქია მომზადებული უნდა შეხვდა. ხალხს რომ წამალი არ ქონდა და თოვლში ჩაფლულ სოფლებში შიმშილობდა, სად იყო მილიონებად ნაყიდი ვერტფრენები? რა გვინდა ვერტფრენი, რომელსაც სამაშველო ფუნქციები აქვს და როდესაც ჭირდება, მაშინ ვერ ვიყენებ. დღეს 8 საათზე გიყვებით დიდ თოვლობის შემდეგ კიდევ რა საფრთხეა მოსალოდნელი? იქნებ საჯარო განცხადებების შემდეგ მაინც დაიწყოს ხელისუფლებამ ფიქრი იმაზე, როგორ გადაარჩინოს ხალხი. ხალმოვარდნებს, უნდა ველოდოთ ღვარცოფულ მოვლენებს, ჩვენ და სამწუხაროდ მეწყერულ პროცესების განვითარებას. როგორ არ მოემზადა ხელისუფლება სტიქიისთვის? ნახეთ შაბათის ეთერში. ჩააბარა რუს ოლიგარქს და დააფარა დიქტატურა ქალაქში. რუსული ბატონყომობა ტყიბულში. როგორც ბანდიტსკი პეტერბურგი, იგივე მაფია ტრიალებს. ვინ არის რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, რომელსაც ივანიშვილმა მთელი ქალაქი ჩააბარა? ბატონო მიხეილ. ექსკლუზიურად აქ ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახავთ, რომ ივანიშვილს ტყიბულის შახტების მფლობელმა კომპანიამ 128 მილიონი მისცა. ჩვენახანა ბიზნეს მონები რო სიბოლაკევიჩი იყო თუ არა ეს ხარკი ტყიბულის მართვაში გადაცემისთვის. თავიდანვე ხდებოდი რომ ბიზნა ივანიშვილიც იყო ამ საქმეში ჩარეული. ჯაჭვი არის ეს ყველაფერი. რუს მართვას აქ მეფის ნაცვალს ადალებენ. ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე აიშენა სასახლე და ქართულ მსახურებს მასთან მიახლოების უფლებაც კი არ აქვთ.
გთხოვოთ, ჩემს მაგივრად მიხვიდეთ არ შეიძლება? დაურეკეთ. რამ კაცრი კანონები ქონია? მეშახტეებს ვიზეთ საჭი აქვს რომ რუსული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან სამსახურიდან ყრის. შემისანა წვირიანი მეშახტის დონემდე თუ დავიდოდნენ, ეს უკვე ნამდვილად არ წარმოგედგინა რა. ათავისუფლებს შახტებში დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც. ხელფოს რომ მოვითხოვდით, მაშინ ნაციონალი ვიყავი. რატო ვარ ნაციონალი? შენ 10000 კონდეს და მე 1000 ვერ არსებობს სიცხვილე ხوارწებას. დღეს 8 საათზე ნახეთ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული სიმდიდრე რუსეთის მოქალაქის მართვაში. მე თქვენ გაჩერებს ეს, მაგას მე უყურებ. როგორც კი მაგას მე დევინახავ. მე თქვენ შეგხვდებით ცალკე. ფიქტიური ფლობელები, შუამავალი კომპანიები და რუსეთის მოქალაქისათვის ნაჩუქარი წილი. საქნახშირის მართველი იყო ეს ბიჭი. არა, ეს გიორგი არაფერის მართველი არ არის. სადმე მუშაობს ბატონ გიორგი? შენებლობაზე? რუსული ბატონყმობის დაბრუნება საქართველოში. ქალაქში ეკრანებზე რუსეთიდან მოვლენილი კაცის ვიდეოებს უჩვენებენ. მისი საკუთრება ხდება ტყიბულში ნელ-ნელა ყველაფერი. თავის გადაწყვეტილებაზე ხდება უკვე დანიშვნები ქალაქში. შაური იყიდა, სასტუმრო აიყიდა. დღეს 8 საათზე ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მეშახტე და ქალაქიდან ნახავთ ივანიშვილის და სუსის სახელით როგორ უწყობენ ხალხს რეპრესიებს. თან სუსში და თან საქნახშირში რანაირად ხართ? მეგობარია, ჩემი სოცკი და სოცკისთან ვიფიგურირებ ყველგან. გადმოათხრი ამ დივნიდან თმით და თავი ატყობლა მეტლახს. ის შედეგადაც კვიჭა შეეკრა. შემდეგ ხოტინი დაიწყო თაზა. მათი უკვე რაღაც უდათ არის. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდები დაკავებულმა და პროკურატურის მიერ საპროცესო გარიგებით გათავისუფლებულმა კაცმა თბილისში 22 წლის ბიჭი მოკლა. პოლიციელზე თავდასხმის ბიჭი. ხო, აი ჩვენ მეზობელსა პაგონები დააგო ბიჭი. შაბათის გუნდმა მოიპოვა მკვლელობის მოწმეების დაკითხვის ფარული ჩანაწერები, სადაც არის პასუხი ყველა კითხვაზე, რატომ მოკლეს თაზო მთივლიშვილი. მოიპარა მომენტი და ახლა მოიტანა მაგთან იმაზე აკეთებული იქნებია რომ ვერაფერს ვერ გეტყვისო. კაი ბიჭია. ხო, და მაგიტომ მქონდა ტური. საშაორმის 22 წლის მოვარეს ფულის მოპარვას და კრიმინალურ სამყაროსთან წილის მიტანას აიძულებდნენ, როდესაც შავებს ფული ეცოტავად წამებით მოკლეს. დაფები რო არის ხალხის და რაღაცების საჭირო. ხო, ის ხის დაფები როა მაგას გულისხმობ. ხო. და გადაერტყა და ეს კიდე გააქცელა. რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ სამჯერ ნასამართლები კაცი პატიმრობიდან? როგორ გაიქცა მკვლელობის შემდეგ საქართველოდან და რა სედავება გამოძიება იმ ახალგაზრდებს, ვინც მკვლელობას უყურებდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. 1 საათი ალბათ ისეთი იყო რომ სუფთავდა. შემდეგ ის გარდაიცვალა რომ შეწყვიტა. სადისტური მკვლელობის საქმის პოლიციის ფაილები დღეს 8 საათზე. ნახეთ როგორ აქციეს ხალხის რეკეტი ჩვეულებრივ მოვლენად ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ვინც არეკეტებს, რეჟიმისგან წვანი აქვს ანთებული. ვიცი რომ ამ კვირაშიც დღევანდელ დღეს ელოდებოდით, დღეს საღამოს 8 საათზე გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად წარმოგიდგენთ მაგარ ეთერს.